ჰეგელია ესეთი კალამბურია მომენტებით კომენტარებით. თხოვთ გაუშვათ გრიგოლ ჰეგელიას. არც ისე ძლიერი დასაწყისი გვაქვს. აგეთია, რადგანაც ჩვენ აქ შევამოგვიდეთ ხოლმე ყველა წლების განმავლობაში, რომ დადგება მომენტი და ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ. და დადგა მომენტი რუსეთ-უკრაინის ომის სახით და წამოეპარა ამ კონტექსტში ცუდად ჟღერს ჩვენ არ გვინდას ამ ომი დადგეს და მithumetes ჩვენს მოძღვე ერში და იქ ბავშვებს ხოცავდნენ, მაგრამ ისტორიის ჩარხმა, ასე ვთქვათ, დააყენა ეს მომენტი. და ჩვენ ყავდა იდიოტები ხელისუფლებაში. მადლობა. არ ასვენებს გამჩენი, ესე იგი. იზიოთ არის ამაზე. არ გაჩერდა. ანუ რაშიც 100%-იანები ვართ. რაშიც თვითონაც აღიარეთ რომ PR-ში მოუგეთ მშვიდობას გულისხმობ, ხო? მაინც არ გასწორდება ნაცის ისა ხერხემალი და კუდი რა. ანუ იდიოტები ყოფილვართ რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ისტორიის ჩარხმა გვარგუნა რომ შეგვეტია რა. და მოდი მაგაზეც გავაკეთოთ კომენტარი, ეს ყოველ წამს უნდა ვიმეოროთ ხოლმე რომ ესე იგი რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენ როგორც ესე იგი საფრთხის წინაშე აღმოჩნდით იქით დასავლეთიდან გარკვეული ადმინისტრაციები და რაღაც ბანაკები პირდაპირ ომში ჩართვას გთხოვდნენ და გთხოვდნენ რომ ინსტრუმენტი ყოფილიყავით პარტიზანულ ხო პარტიზანულ ომში ანუ ინსტრუმენტი ყოფილიყავით რათა რუსეთს ოდნავ ესე გამოეხედა კოგოს ნაკვენი დაახლოებით რა და აქეთ ამ ხელსაფრთხე იყო ხო ჩვენ მოვახერხეთ როგორ აღმოჩნდით იდიოტები ჩვენ მოვახერხეთ ის რომ გარშემო ყველგან ომი იყო ახლო აღმოსავლეთში სამეზობლოში ყველა მიმართულებით ეხლაც ხედავთ როგორ განაწილება და როგორ პროცესები მიმდინარეობს და მოვახერხეთ რომ აქ ესე უმტკივნეულოთ და ესე ძალიან სწორად გავედით სამშვიდობოს და ამაზე რა ვიცი მადლობელი უნდა იყოს გრიგოლსაც შეეხებოდა ხარ ამ მგონია ეს პარტიზანულ ომში მაგარი გამოდგეს და მაგრა იომოს რა ხო შეიძლება გრიგოლ ამის წოდნით რუს ჯარისკაც ვერ გააჩერდა ამის ვიდითაც ვერ შეაშინა ხო ვერც ვიდით მოკლედ რა გრიგოლი შეგეშალა გრიგოლი წარმომადგენელი პარტიის სადაც ყავთ ტერორისტი ყავდათ ტერორისტი ეხლა ციხეზე ვიცემერად უშვებდნენ ტერორისტს კაი რა თავიანთი სიმულირებული არჩევნების გამარჯვა პენისი ტერორისტი და რიჰოლი ამ შემთხვევაში იდიოტს მოიხმარს იმ შინაარსით რომ ომი არ გააჩაღეს ამ იდიოტებმა რეალური საქმე არის ამ იდიოტებმა ომი არ გააჩაღეს იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში რა სასარგებლო მომენტით უნდა გვესარგებლა იმაზე მეტად ვიდრე შეიძლებოდა ჩვენ სარგებელი მაგას დის სარგებელი არაფერი არ მიგვიღია ჩვენ რეალურად ის რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ რა თქმა უნდა ესაა მთავარი სარგებელი შეხედა უკრაინას კი ჩვენთან არანაირი საომარი კონფლიქტი არ გაჩაღებულა ეს არის ყველაზე დიდი სარგებელი რაც შეიძლებოდა ჩვენ მიგვიღო ამ კონფლიქტის და გამო იმიტომ რომ ეს არის ჩვენ სამეზობლოში არსებული კონფლიქტი მიმდინარე ომი და სადაც რა ისტორიულ შანსებს ლაპარაკობს იყო ერთი რომ ამ ძალიან წინდახედული და სწორი პოლიტიკით შეგენარჩუნებინა მშვიდობა და მეორე აყოლოდი იმ პროვოკაციებს რომელსაც აბსოლუტურად ყველა მხარე ევროპული უკრაინული მოგიწოდებდა და გეუბნებოდა რომ კი შენ ეხლა დრო გაქვს მაგისთვის შენ თუ გინდა ევროპული პერსპექტივა შეხედე უკრაინელს სისხლიან ისინი მოდი ეს გამოვტოვოთ რა ეს გეგელია შემდეგი არა რატო იცი მე იცი დემონსტრირებამ და ამის გაშვებით იცი რომ ამასაც დაავსდა ტაბლეტის ძალა გავშვით ნახეთ და ეს ფარსი ეს არის ანტიქართული ბარბარიზმი და როგორც მართლა სენი როგორც განგრენა ისე უნდა მოიშროს ქართულმა ხალხმა ადაგრიგოლ ბოლოკებიანად საერთაშორისო ბაზრობს არა განგრენს თორე ჩვენზე ბაზრობს კაცო მაგრამ ძალიან ორგანიზმს გავაჩეროთ თუ შეიძლება შესაბამისად ნახან ეს წინაც მილიტარისტული განცხადება იყო და ესეც ჩემი აზრით ამასაც უნდა მიხედოთ ამ კაცის მესვეურებო ვინცაც დავალებული გაქვთ ამ კაცის ზრუნვა დროზე გაუკეთეთ ნემსი და დროზე მიეცი დააბიტორე ესე რო უშვებთ სახმა ხო ხედავთ მე მგონი ამ ეთერში შესვლამდე ითამაშა Call of Duty რა და კურაჟებში არის
იქ მაგარი იგონკავა იქ დაბრიდავი ჯარისკაცები და ტრანკვილო რა ნემსი ტრანკვილიზატორი მაგის გამო არის უეჭველი მოხო დადუხული აი თორნიკე რაზმაძე რომელიც დუხიანი კაცია მაგარი ერთი ტირილი არ შეაძლო წაიტირა რა ხო ვერ გაწმარა მართალია ეს არის ძალიან რთული და ხშირად წარმოუდგენლად რთული იქიდან გამომდინარე რომ ძალაუფლება ფაქტობრივი ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური იმას უყრია ხელს და ის თავაზობს მათ შორის ამ კანონებით მათ შორის ამ დაჭერებით სასამართლო პროცესებით ახალ ქმედებებით ისეთ რაღაცებს რომ შენ გინდა არ გინდა ამაზე ხან რეაქცია გიწევს ხან პასუხი გიწევს და ხან ისა ანუ შენ ვითომ ის არ ხდება ესე ვერ გააკეთებ იმათ უფრო შეუძლიათ მაგის გაკეთება ამიტომ ხო საკმაოდ პროცესია ეს და ესე მარტივი არა თუმცა ეს თეორია მუდმივად მიმდინარეობს და გავაჩეროთ თუ შეიძლება ეს საკმაოდ კარგად მომეზადოს და გაისად მოვიდეს იმიტომ რომ ვერ გავიგე რა უნდა ანუ ჩვენ გვაქვს უნება პროცესის იგნორირებისა და ამათ არა აქვთ რომ რაღაცები მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია მაინც ისე მე რა მაინტერესებს ის იმეთერის მე არასოდეს აღარ ქონია მაგალითად წარმოდგენაში ამბროს ხელაია ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტაო მარტო ერთხელ რატო იტირა ხო მაგითი გაიправო თავკაცო მე ამბროს ხელაია წარმოვიდგინე და მაგითო ვიტირეო ხო მაგრამ უკვე რახან წარმოვიდგინე რახან იტირა ერთელი გარკვეული პერიოდი ეყოფა ეს ტირილი რა კაი ეს სხვა შორს კინოში გამოსადეგი კაცი იქნება ეგრევე ტირილი მოგინდებათ და რავი ანახეთ მე აი ეხა მაგალითად აქ რო ვზივარ და მე რო დავიწყო ტირილი ხო გაგიზდებით არა გააჩნია როგორი ტირილი აი აქ რო ვიჯდე ხა და რამე აი ეხა ამ თემაზე ვლაპარაკობ და მომეშალა რა ნერვები და დავიწყე ტირილი ბიჭო მე მგონია ნაკლებ დასაძრახი იქნება იმიტომ რომ ეს არის რევოლუციურ ბრძოლაში. იქ ტირილი კიდე სხვა კონტექსტი არის. ანუ ეს არის რომელიც გედი ფოფხაძესავით უნდა გავავიდეს და გედი ფოფხაძე შეუშვირა მე მგონი. მე მგონი სადღაც რაღაცას შეუშვირა. შუბლი თუ არა ტირალა ტირალა. თხოვთ გავუშვათ ვალერი გელბახიანი. აი ბევრად კაც უკვე ვერ გებულო. აი მასაც ვერ გებულო. ტელევიზიაში აწი ჩემნაირ ადამიანების მოყვანა საფრთხეს შეიცავს თუ არ შეიცავს ტელევიზიაში საფრთხე შეცვლილი არის მაგრამ კაცო ჩვენ ისეთ კანონებს იღებენ რომ შეიძლება რა კანონით როცა კავკასიის მეტი არავინ ეპატიჟა ხო 40000 გაშლილი გაგიჟონ და ეხლა ჩემი ასაკის კაცი თვითონაც სიმცხრია საჭირო განაცვლილებულებზე ციხეები აღარ მოგვწევს ეს სადაა ნიულავი მიჯოზე გააჩერეთ თუ შეიძლება ნიულავი მიჯოზე ხო ის არეგდო რომ აქეთ იქით დარბაზეს ვინაა და ეს მოუხელთებელი ჯოა რატო და ვერ დაიჭირაო და რატო და ფეხებზე კიდია ვიდან ჩემბერებია დაახლოებით რუსთავ პროკარგაჭეს რა თქმა უნდა მაგრამ ესეთი კაცია გია ბუღაძე რომელიც უნდა გაუშვათ პროგრამაზე აი რა მაგიებს თავის დროზე მინდოდა ძალიან დამეხატა და მე მაგარი მხატვარია პიტერ ბრეიგერ მასა პატრიოტი კაცი იყო მაშინ ესპანეთთან პრობლემები ჰქონდა და მასაც ციკლი არაჩვეულებრივი საინტერესო ნიდერლანდური ანდაზები ხო და ძალიან მაგარი რაღაცა ანუ თუნდაც მე ნახავ ძალიან მოგიწოდება რა ანდაზები გაკეთებული ასეთი ერთი ტილო და მეთქი მოდი ქართული ანდაზები ხო დამხატო რა ეს გამოკეთე ინტერფერენციული და კომპოზიციის ვალდა უცებ ოჩტაში გამიჩნდა თავში ერთი ძალიან საინტერესო ანდაზა. ანდაზი და ასე ხაბეს დავხატავ. ჩირი მიჩერია ხვალინდელს. ეგეთი ანდაზა გაგიგეთ გავაჩვენე. მე მივხვდი რომ შემზარავი რა. შემზარავი იყო. ვერ გავგე. დღევანდელი ჭირი მიჩევნია ხვალინდელს და ეგეთი ანდაზა გაგიგიათ ოღონდ მართლა. არა, მაგრამ იქნება. მე ის გამიგია დღევანდელი კატამინა ხვალინდელს პირიქით. ლუჩე სინიცა რუკახ ჩემ ბოლუბნიები დღევანდელი კვერცხი მიჩევნია ხვალინდელ კატავს. დღევანდელი ჭირი მიჩევნია ხვალინდელს. გაგიგიათ ეს დავგუგლო? რას ნიშნავს მაგასაც ვერ მივხვდით. ვერ დაგუგლე და ვერ იპოვეთ, ხო? არ არის სამად თავისი ანდაზა. ანუ აქ თემა რა არის? ერთი რო ანდაზა მოიგონა. ხო. მაგრამ მეორე რო ანუ ქართული კულტურა არისო, ესეც საშინელიო, რახან მან შობაო ეს ანდაზაო და ჩვენი მენტალიტეტი არის დასაგმობიო. ხო. დღევანდელი ჭირი, ანუ უყურე როგორ არის ქართულ ეთნოს-სოციალურ მენტალობას უყავს თუ რა უნდა. ცვლილებების ეშინია ქართულს. კონფორმისტიაო თავისი გაგებითო. დღევანდელი ჭირი და ჭირში რაც არისო, ეშინია რომ ხვალე შეჭირი მოიდეს. მაგ მოგონილ ანდაზას რომ გავყვეთ რომ მივიღოთ რომ მართლა ანდაზა არის. პირიქით გამოდის. იმიტომ რომ გადავადებას ჭირის
თუ ურჩევნია რომ დავაი დღესვე და აქვე მოვავამთავროთ რა. სხვა აზრით თქვა. მეგონი რომ ეგეც შეიძლება. Лучше ужасный конец, чем бесконечный ужас. კი ბატონო. ეკონტი იქნებოდა. ხო, არა, აი ხედავ, არ არსებობს ეგადაზე უბრალოდ სხვა. არა, რა მე რა დაუჭირა, იცი? მოიცემა ვერ ვიჭერ, ვეღარ ვახარ. მეგობრებო, ხო არ არსებობს რაღაცა სტოიკური იქნება ეგეთი ეთიკა რა. აი, არა, იმზადე ყველაზე უარესისთვის რა, რაღაცა. სენიკასეული არის ამაში. ჯობს რომ დღეს გადააგორო ვიდრე ხვალ. ხალხი და თელი ფილოსოფია. არა, მაკიაველი ომს ვერ გადააიცილებ თავიდან, ის შეიძლება გადადო სხვის დღეს ეხა დამემართოს ეხა. ხო, ჯობს რა, რაც გარდაუვალია. ძალიან საინტერესოა ბატონგია ეგანდაზე არ არსებობს, მაგრამ ჩვენში გამოიწვიეთ დისკუსია დურაკული. გიგა ლემონჯავა ვინ არის თუ შეიძლება? ბაჩოს დღეს თელი ბაჩოს მაგაცო არის. ბაჩოს მაგაც იმენა გაlimits მაგაცო. ვეტოიც მაგაცო. იცნობს არა 11 წელი კლასელი იყო თქო მე რამდენ იმენა ძმა. ჩვეულებრივი. გაუშვათ. 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 გაუშვათ და მაგარი. მოსახლეობა ხალხს საჩი შეუვიდა ეს საწამლავი და ერთი თვეები ვცნობ ხალხს რომელიც ერთი თვე ვერ ახერხებდა რომ თავის სახლში დარჩენილი იყო და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად ისეთი დაუბრუნდით კაპიტალიზმს საწამლავი გაზი ეს ნივთიერებები თუთიყუში ძაღლი ისინი კომენტარს მაგრამ თუთიყუში ძაღლი ხას ახში ერთი თვე ვერ ო იბჭე და ბაჩო ისე რა მაინტერესებს სკოლაში აი ეს ეტყობოდა რომ არა პოლიტიკოსის ქარიზმა ქონდა ანუ არა მიხვდებოდით კლასელები რომ ეს პოლიტიკოსი იქნება რა მაგალითად შენზე ხო ყველა ფიქრობდა რომ ეს რეჟისორი გამოვაო და გამოხვედი ხო კაი რეჟისორი ნუ კინოკრიტიკოსი იმაზე ფიქრობდა რომ ფეხბურთელი გამოვა ის აი ამაზე ფიქრობდნენ რომ პოლიტიკოსი შეიძლება კლასელებში არ შეიძლება ცუდების ლაპარაკი ცუდია პოლიტიკოსი რო გამოვა. ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ სიტუაციაში აყენებ რომ კაი ფიქრობდით რომ პოლიტიკოსი იქნება. უკეთნო შენ გაჩერდი. და რო თქვას აი არა. ან კი რატო? კაი გადავედით შემდეგ. ბუჩიყო გაუშვი. აი მაგალითად ამაზე ხო ვერ ფიქრობდი ვერასდროს რომ პოლიტიკოსი იქნება ბუჩიყო. პოლიტიკოსია? პარტიის წევრი იყო და ბუჩიყო. ბუჩიყო აი ეს უნდა იყოს იმის რა ქვია. ადრეც მithქვამს რომ გააჩნია მე დებატები ადამიანს და ვესაუბრები ადამიანს რომელიც თუ ჩემთან დებატებში დამარცხდება ეს იქნება ქართული ოცნებისთვის რაღაც დაკარგული რაღაც მინუსი თუ მომიყვანენ ეხა იქ მდიუმის მეზობლის მეგობარს რომელიც კაციშუმარისის ვინ არის მაგრამ კაი ბიჭია და არა როგორც ხედავთ პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე დაიწყეს ეს თქვენ ჩემთან ხო არ შემოვთავაზეთ პარლამენტის თავმჯდომარის ეჭვი მაქვს რომ მოიყვანა და რას ვეთქვა რომ კაი ბიჭია და ენაცვალოს ბებო მე არ მინდა იმასთან დებატები თუ ეს დებატეს არის პოპულარული ბუჩიყო თავის უსლოვიებს აკეთებს აქ შეგვიძლია მოვიხოთ ამასე ტოლი ნახე კოჭი გააგორეო კი ბატონო ბუჩიყო მეო არ მინდაო ვიღაცაო პარლამენტის თავმჯდომარე ეს სიმაღლეზე ვარო ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე კი ბატონო ბუჩიყო თავის ძალებში დარწმუნებულია ხო ბუჩიყო როგორ მაგარი ბუჩიყო ვარო მაგარი ჩემნარი ბუჩიყო აბატადიდან ნახეთ ბუჩიყო იროსა მორის ჩელეყურო ჩელე რო გაქ შუაში ჩელე შუაში ზედმეტ სახელად თუ რაღაც რო შემოგჭა რა თქმა უნდა მოიყვანო აგერ ჩვენი პატარა ძაღლი დიდია უკვე გაიზარდა ძაღლი ბროშკა მოუგებს მაგას დებატებს ისე ჭვიანი თვალები აქვს ჯეთრო ვიძე ჯობია კი ვიძე იმენო სერიოზი ბორის ჩელეყუროს ჩვენი ბროშკა ვიძე ჯობია კი და რო დაჟნებ გამომეწყალებით მინიმუმ კი იმიტომ რომ ეუბნები რომ ელაპარაკებით იბატონო აი ძაღლის თარჯიმანი რომ მოიყვანო და იმ ძაღლს ცოტა ჯერ გაასაიმო თემაში გაარკვიო თემაში რომ გაარკვიო ჩვენ გავზარდეთ ტელევიზიაში ჩვენ თილისმა ბროშკა ძალიან ჭკვიანური გამომეტყველება აქვს რომ აი რო უყურებ რო ეფერები ძალიან გწნობს რა თქმა უნდა ჩვენთან არის გაზრდილი ბუჩიყოს ჯობია ვიძე ყველაფერს თავი დავანებთ და ბროშკა რო ამეცადინო პოლიტიკაში ცოტა ხანი აუცნარად ირაკლი ფავლენიშვილი ნუ გავაკრობთ ახლა არ ვაკრობ უბრალოდ როცა ხალხობაზე არ არის გავუტონდეთ ნახ მაგრამ რაღაცაა შეხოს პოლიტიკურ სპექტრი როგორ არის ხო არის ხელისუფლება და ოპოზიციურად გაწყვეტილი ადამიანები ოპოზიციურად გაწყვეტილი ადამიანები რაღაც 1% მოვლენები წარმოადგენენ
ეგ როგორ არის? ეგ როგორ პოლიტიკური სპექტრია, რეალური პოლიტიკური სპექტრია? პოლიტიკური სპექტრი რეალური არის ადამიანები, რომლებიც ახლა ავტობუსში ხდებიან ხოლმე, ავტობუსში რომ მოდიოდა დაცხარებული პოლიტიკური დისკუსია იყო და იქ დამეჯერეთ ხალხი იყო გაბრაზებული და კინურიაზე საუბრობდა და დაყადაღებას და რეალურად ოპოზიციურად გაწყვეტილი ადამიანები საქართველოში სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად ოპერირებს. კი ბატონო, ჩელეს მინდა რას ნიშნავს? ავტობუსით მოდიოდა და იქ ქიმიური იარაღი, რა ქიმიური იარაღზე? ხო, ну არ ვიცი რომელი ნომერი ავტობუსი დადის ეს. მრავალშინიანი დებატი იყო, ჯერ ქიმიური, ჯერ კამიტის გამოყენების ილუზიაზე. მე დაგადაღებ, რის დაგადაღებაზე ხო? ნანუკას ფონდის დაღადაღება ტკივა ქართველს. ქართველ ხალხს, საშუალო სტატისტიკურ ქართველს, რომელიც მოდის ავტობუსში, ტკივა დაღადაღდა რო? არ ვიცი ხო ერთ პერიოდში დაღადაღდა. ნანუკას ძალიან მაგარი როა. შეწუხებულები არიან თორმე ძალიან. გაუშვათ სალომე სამადაშვილი. ჩვენ ვაჩვენოთ სოფლიოსაც, ვაჩვენოთ ერთმანეთს და ვაჩვენოთ ჩვენს შემდეგ თაობებს, რომ ჩვენ შევდექით როგორც საზოგადოება და ეს მოითხოვს ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, უფრო აქტიურ მონაწილეობას პროტესტშიც, უფრო აქტიურ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებასაც, მათ შორის სხვადასხვა ფენებიდან საზოგადოების, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მსხვერპლი აი ამ ყველაფრის რაც ქვეყანაში ხდება, ყველა გახდება, ყველამდე მივა ეს პროცესი და ყველას ცხოვრებას გაანადგურებს, ვინც არ გადაწყვეტს, რომ დატოვოს ქვეყანა და უცხოეთ შეაფაროს თავი. რითი? დრამატიზმი გამო. ცხოვრება, ყველა ცხოვრებას რითი გაანადგურებს? არ ვიცი, დაიჭერენ. რა არის? განადგურების წინაპირობა. კამით შეასხავს. ჩათოდ მოვა ბოროტი ადამიანი და შეასხავს კამით. სერგო რატიანი თუ შეიძლება. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ შუა საუკუნეებრივი ცნობიერებიდან, სადაც კახეთში რომ შემოვარდებოდა მტერი, ქართლი ისვენებდა. უნდა იცოდე, რომ კახეთში რომ შემოვარდება, შენთანაც მოვლენ, ხო? როცა მეზობელთან შეაბიჯებს ვიღაცა და დაიჭერს ტყუილავებულ, ის შენთანაც შემოვა, ხო? ეს ძალიან ცნობილი, ეს არის, რომ ძალიან ცნობილი, ასე ვთქვათ, თეორია არის, რომ ადამიანს ეშინი ადამიანს იმის წმენა არ აქვს რომ უკვდავი ადამიანი ზოგადად ადამიანს აქვს იმის წმენა რომ თვითონ არის უკვდავი ყველა შეეხება მაგრამ თვითონ არ აი ყველა ვიღაცა რომ დადის მკვლელი და ყველას კლავს ამ უტოვინო ადამიანს აქვს ესეთი წმენა რომ მას არ შეეხება კაი მოდი ეს ძალიან ცნობილია ვიღაცის გამონათქვამის სახელი და გვარი არის ტრუიზმია ძალიან რომ ამბობს რომ მე არ შევწუხდი როდესაც მოვიდნენ ბოლოს როცა აღარ ეს როგორი გაცვეთილი ტრუიზმია იცი დავიწყოთ იქიდან რომ თქვენ თვითონ არა გაქვთ სოლიდარობა ერთმანეთთან ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ სპექტრს ერთმანეთს პადნოშკებს უდებთ აგინებთ დედას მათ შორის და მითხებივით კასში რო ხართ დადატვაშიასი არ იყოს დადატვაშიასი რომანში რო ვითხებია ისე ხართ და თქვენ ის რა ერთობაზე და რა კაი რა. ხატია დეკანოიც. ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება, ხო? ხელისუფლებაც არა, ანუ ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის. ანუ ძალაუფლების შენარჩუნება, ძალაუფლების კონსოლიდაცია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა, გაღატაკებით, კორუფციით, არ ვიცი, აქამდე ინარჩუნებს ხატია, რა უშლის ახლა ხელს, ხო? არა, ყველაფერს მოგახსენებთ, ანუ ყველა იმ მექანიზმით, რომელსაც იყენებენ ავტოკრატები, მაგრამ მე მაქვს შემხვედრი კითხვა თქვენთან არა, ხა კითხავს თქვენ ხოსავთ აქ ჩვენს ტელემაყურებელთან. ძალიან ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არის ძლიერი და მას არაფრის არ ეშინია. ანუ არ ეშინია იმის რომ თქვა ოპოზიცია არსებობს არ გვინდა რა. არა, მაგას ამბობს ხო რომ რატო ჭირდება ეს კანონები რა? კანონები იმიტომ გჭირდება, ეს კანონები იმიტომ გჭირდება. კანონი, იმიტომ გვერდისავლა დაიწყეთ ესტონეთის ეგიდით, ესტონეთს რო რა უთხარი მე მინდოდა შეგინება შეიძლება ბოსელზე რო არიან თან რეგისტრირებული რაღაცა მოძებნე შენობა მაინც მოძებნე ეს თქვენ ესტონელებს ეგონათ რომ ჩვენ ქვეყანა არ ვიყავით ნაგლად ერთ ბოსელზე სადღაც დააფიქსირეთ ო პირდაპირ მნიშვნელობით ბოსელზე ან ბოსელზე კიდე ცხოველი შედის ბოსელში და დაანგრეულ შენობაში დაარეგისტრირეთ და ბამჟატნიკი ანუ ალბათ ბომჟები გულავენ რა შენობაში და ესე გინდათ კანონის გვერდის ავლა და რა თქმა უნდა კანონები გამძაფრდება იმიტომ რომ ქვეყანა ვართ როგორც სხვათა შორის აი დებატების დროს ძალიან კარგი მაგალითი თქვა ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ
კითხეო ელსო თქვენ ფულსო რატო ხარჯავთ პოლიტიკაშიო არ ხარჯავთო და ცოტა ხნის მერე დამემრუნდაო და კიო გარკვეულ ნაწილს ჩვენ პოლიტიკაში ხარჯავთ და ჩვენ ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარე ეკითხება ელს რაში ხარჯავთო პოლიტიკაში ამასო ვერ გეტყვითო აი ეს არ არის როგორია კოლონიალიზმი იცი საზარელთან რა და გერმანელებთან ნუ თხილად უნდა იყოს ზოგადად რაში ხარჯავთ არ გეტყვიო რა არ გეტყვი არა ხო ნუ ანუ ქვეყნის ვალია პარლამენტის თავმჯდომარის თავრობის ჩვენი თითოეული მოქალაქის ვალია რომ ეს გასწორდეს რომ ვიცოდეთ უცხოური ფული კი არ ვიცოდეთ არ შემოდიოდეს რა სიტყვა იხმარა როგორ კანონებს იღებენო რეპრესიული კანონი არის გამჭვირვალობა რეპრესია მოდი გავუშვათ ისა რა არის რეპრესია ლაშა ბუღაძე ამიტომ მათი იდეა არის სინამდვილეში ძალიან პრიმიტიული ხო დაწოლის ზეწოლის ბაზისური იდეაა რასაკვირველია არავითარ შემთხვევაში თუ იგი უნივერსიტეტის იდეას გამაგზავნებ რასაკვირველია მათ აინტერესებს შენობები მხოლოდ და მხოლოდ შენობების დაკითხვა თუ პირველი სხობლისა ხო სტუდენტების გაკონტროლება გავაჩეროთ რა შეიძლება გაერთიანებას გარუსება იყო აქამდე ხო ეგ იდეა იყო რომ უნდა გაარუსონ სტუდენტობა და მაგას ემსახურება რეფორმა და ეხლა მოის შენობების თემა არის მე ზოგადად მიმაჩნია შეიძლება ერთი ჩემი აზრი თქვა რომ რამდენი სტუდენტის ყავდა კომუნისტების დროს როცა ვიყავით 5 მილიონი და ძალიან ბევრი ფული ქონდა იმდენი სტუდენტი და სასწავლებელი უნდა იყოს ქვეყანაში დილეტანტი ვარ აზრი არა ვარ არაფერი აი ხარისხი მეტნაკლებად მაშინ იქნება არ შეიძლება მართლა 70 უნივერსიტეტი არსებობდეს ქვეყანაში არ შეიძლება უბრალოდ სიგიჟია რა არ არის საქართველოს ისეთი მომზადებული ჯერ რამდენი ემიგრაციაში წავიდა ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე მაგარი ფიზიკოსები ყველანი წავიდნენ ამერიკაში იცით ეგა ამერიკა იწოვდა ფიზიკოსებს ალბათ ეშინოდა რომ ჩინეთს არ წაეყვანა და ირანს რა იწოვდა პირდაპირ ფულს ყველა იქ არის ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ რა მოგვარდება ეს როგორ გესნათ ეს რეფორმა ამ იდიოტის გარეშე იაგო კაჭკაჭიშვილი არცაა ლაბარაკი იმაზე რომ თანხები მოზიდულია საზღვარგარეთიდან თქვა მე მაქვს რაღაც ბიზნესი და ჩემი ბიზნეს აქტივობებით მინდა ამავე დროს ჩემი სოციალური აქტიურობა გამოვხატო ამის შესაძლებლობასაც კრძალავს კრიმინალად აცხადებს ასეთ ბიზნესმენებს ხელისუფლება ანუ წარმოიდგინეთ არ არის ესე არ არის კარგად გააკეთოს განმარტებები რაც შეეხება ისეთ ბიზნესმენებს აქვს ეხლა აქტიობები როგორც არის შეხარჩეი ბატონი ოქრიაშვილი პირდაპირ ბიზნესია არამც თუ იმაშია ეხმარება ბიზნესი პირდაპირ ბიზნესში და პოლიტიკაშია პირდაპირ მეორე კოკა-კოლას შეფიც შეხარჩეი ბატონი ღიად გამოთქვავს თავის დამოკიდებულებას ოპოზიციური ეგრეთ წოდებული მაიმუნური მედიის მიმართ აფინანსებს ღიად ყველაფერი საქართველოში არ არის ეგრე დიდი მადლობა მეგობრებო იმისთვის რომ მოგზავნით ჩვენ ხვალ გვექნება საშუალება რომ ერთმანეთს შევხვდეთ დათქმულ დროს და დათქმულ აქს კარგად გრძელდებათ ხვალამდე ნახვამდის ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. საღამოს სერიალის წარმდგენია კრასტი. გასინჯი და ისიამოვნე.